დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა მამაო, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. 17 მაისი მხოლოდ საეკლესიო თარიღი არ არის. ეს არის დღე, როცა ადამიანები განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ მშობლებს, ოჯახურ ტრადიციებს, ბავშვობის სითბოს და იმ ფასეულობებს, რომელზეც ქართული ოჯახი დგას. რამდენად აერთიანებს ეს დღე საზოგადოებას და რა დატვირთვა აქვს ამ დღეს ზოგადად ერის ცხოვრებაში? მოგესალმებით, ნამდვილად ასეა. საერთოდ უნდა ესე იგი ამ ბოლო წლებში ჩვენ რაღაცნაირად მივეჩვიეთ, რომ ცოტა გვიჭირს ხოლმე კონსოლიდაცია, თითქოს ესე გამოიკვეთა, რომ რაღაცნაირად ჩვენი გაერთიანება იშვიათად ხდება ხოლმე. ძირითადად რაღაც ემოციურ ფონზე ხდება ხოლმე და მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ბოლო ესეთი გაერთიანება მახსოვს, როცა ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ მოხდა, მაგრამ ნახეთ რომ შევძელით გაერთიანება, მაგრამ რაღაც განლევადი იყო, მალე მორჩა. და როგორც წესია, ესეთი მრავალხნიანი გაერთიანება ცოტა თითქოს გვიჭირს და თითქოს იყო შიში იმის, რომ ხომ არ დავკარგეთ რაღაცნაირად თითქოს ისტორიის კუთვნილება გახდა, რომ რაღაც ოდესღაც ერთიანები ვიყავით, ძლიერი იყო საქართველო ასე შემდეგ, მაგრამ აი დაწყებული თქვა თუნდაც პატრიარქის გასვენების ამბები გახსოვთ ყველას კარგად. როგორ იგლოვა მთელმა საქართველომ პატრიარქი და როგორ შეძლო საქართველომ გაერთიანება, როგორი იყო ნამდვილი გლოვა, როგორი იყო განგრძობილი დღეში და მთელ დღეების განმავლობაში. და დავინახეთ, რომ შეგვძლებია ეს და სწორედ აი ასეთი დღე არის, მე ვფიქრობ 17 მაისი, როცა სწორედაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოგვდის ერთიანობა. ეს არის დღე, როცა ერთიანდება მთელი საქართველო განურჩევლად თუ რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა. აი მე მახსოვს შაშან ჩართული ვიყავი რუსთავისში, ქონდა ასევე მოგეხსენებათ თქვენ სხვადასხვა დიდი ქალაქები აღნიშნავენ თვითონაც ამ დღესასწაულს და შაშანაც ასე იყო და მე რუსთავში ვიყავი და მახსოვს ძალიან ბევრი არა ქართველი ეთნიკურად და რელიგიურად სხვა წარმომადგენელი, მაგრამ როგორი ბედნიერები იყვნენ და როგორ უხაროდათ მათაც ეს დღე, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ რელიგიური და ქრისტიანული, ზოგად საყაცობრიო ის მთავარი ღირებულება, რომელიც ამ შემთხვევაში მთელ ქართულ და არაქართულ, მთელ საქართველოს მოქალაქეებს ყველა მთელს ერს გვაერთიანებს. ბატონო, ამ დღეს დამფუძნებლის ილია მეორის გარეშე ხდება წლევანდელ წელს ერი. რა არის გამორჩეული იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც უნდა გაიზიაროს ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ? ეს არის ტრადიციების შენარჩუნება და ეკლესიის თანამედროვე გახსნილი მიდგომები თუ აი კიდევ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამის შესახებ? ნამდვილად ასეა, პატრიარქმა ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დაგვიტოვა მრავალი მემკვიდრეობა და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვნახეთ, რომ წინ უსწრებდა ხოლმე მოვლენებს, როცა ეს რაღაცა გადაწყვეტილებას ან სიტყვიდან რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებდა, თითქოს მაშინ თანამედროვეებს არ ესმოდათ, მაგრამ მე ხვდებოდით ხოლმე, რომ როგორ წინსწრები იყო მისი გადაწყვეტილება და თავისთავად ჩვენ გვესმის ესეთი რამ, რომ ესე იგი ტრადიციებს ზოგი ებრძვის, ზოგი იცავს და უნდა ითქვას, რომ ერთმნიშვნელოვნად კარგი არ არის. ყველა ტრადიცია კარგი არ არის და ყველა ტრადიცია ცუდი არ არის. თავარია ჩვენ გავიგოთ რა არის მთავარი. მე ვფიქრობ, აი ეს დღესასწაული და ამაზე ყურადღების გამახვილება პატრიარქ ილია მეორის მიერ სწორედ იყო იმ ბურჯის, იმ საყრდენის მოცემა, რაც ითის ჩვენ გვითხრა, რომ აი ეს არის ის საყრდენი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს დღე მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სულ რაღაც 12 წელია თუ 11 წელია, 12, რაც აღნიშნავთ, უკვე იქცა ტრადიციად, ძალიან ლამაზ ტრადიციად, ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციად, რომელსაც არ ჭირდება რაღაც დიდი რეკლამირება, რაღაც განსაკუთრებული დაგეგმა, ხალხი თავისთავად გამოდის, თავისით ხდება ეს დღესასწაული და იზრდება სურვილი აი დასწრების. და აი ეს ამ გზის გაგრძელება და ამ ხაზის გაგრძელება ეს არის ბუნებრივად და პატრიარქმა შიო მესამემ ბრძანა კიდეც, რომ ის აგრძელებს იმ სწორ გზას, რომელიც დაიწყო პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც ჩაუყარა საფუძველი, ასე ვთქვათ და ესეც იქნება მნიშვნელოვანი თუნდაც აი დღევანდელი ხვალინდელი დღის აღნიშვნა ყოველწლიურად და განსაკუთრებით რაღაც განსაკუთრებულია სულ პატრიარქ ილია მეორესადაც აღნიშნავთ ხოლმე და ახლა არის პირველი წელი, როცა
მის გარეშე მოგვიწევს და არის რაღაც შერეული გრძნობები თან დაარდობთ რომ ჩვენთან არ არის, მაგრამ თან გვიხარია რომ რაღაც მიუხედავად ამისა, მაინც ეკლესიის სისავსე არის, ავირჩიეთ ახალი პატრიარქი, მისივე რჩეული, მისივე შემოთავაზებული და მადლობა ღმერთს რომ ისევ აი სისავსით, სიხარულით აი 40 დღიანი გლოვის მერე ჩვენ შევძლებთ რომ მის გარეშე თუმცა იგივე პათოსით ჩვენ აღვნიშნოთ ხვალინდელი დღე. მამა ანდრეა ჯაღმაიძე წერდა რომ ხალხში ღვაწლმოსილი პატრიარქის ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირება იქნება ხვალინდელი დღეო. ახალი პატრიარქი ასე იქნება ნამდვილად. ახალ პატრიარქიაზე ვსაუბრობთ და მინდა გკითხოთ, ეს არის ახალი ისტორია, რომელიც უკვე იწერება თანამედროვე რეალობაში. რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ მოვლენას თქვენთვის? საკმაოდ მნიშვნელოვანი კვირა იყო მისი არჩევა, შემდეგ ინტრონიზაცია და ასე შემდეგ. უწმენესმა და უნეტარესმა შიო მესამემ თავის სიტყვაში ბრძანა რომ ის არის გამგრძელებელი აი ამ გზის და მე ვიტყოდი რომ სწორი აქცენტია ზუსტად და ძალიან მოწონს ეს ხალხსაც და ამიტომ ამაშიც შეუერთდა ერი. ესე იგი მისი დაწყებული საქმე მოგეხსენებათ ცოტა ისე უყურებდა კრიტიკოსები ბევრი ყავდა და როგორ ლამაზად და ღირსეულად მოხდა არჩევა ახალი პატრიარქის, როგორ მოხდა ეს მთელი პერიოდი, როგორ გაიარა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად გაგრძელდება პატრიარქ ილია მეორის გზა და რაში მდგომარეობს რომ ის კარები რომელიც გააღო ღია იყო ისედაც უფრო მეტი სიფართით გაიღება და მე აი ამას წინათ ცოტა 1-2 წლის წინ მქონდა შეხება პატრიარქ ილია მეორის ძველ კადრებთან და იქ ხედავდით რომ ყველგან ხედავდით ჩვენ პატრიარქს ოფელში, თეატრში, სადაც ყველგან დადიოდა და სწორედ ამაზე გაუსვა ხაზი უწმენესმა და უნეტარესმა შიო მესამემ რომ ის ფართე კარები რომელიც გააღო უწმენესმა თავადაც აი ამ კარებს გააგებს და მარტო ტაძარში კი არ დაელოდება, არამედ გავა გარეთ, იმიტომ რომ ეს გზა არის არა მხოლოდ უწმენეს და უნეტარეს ილია მეორის გზა, არამედ ეს არის მაცხოვრის გზა. იმიტომ რომ მაცხოვარი სწორედ ესე მსახურობს, მიდის და მოიმოწაფებს თელს სამყაროს. კი ბატონო, ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებზე ისაუბრა, თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებსო მან აღნიშნა, ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაცეებული 1000 გვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. რამდენად რთული დასაძლებია ეს თემები საზოგადოებაში, თუნდაც ეკლესიაში? რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, თან ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ცოტა ესეთი ტემპი აჩქარებულია, შესაბამისად რაღაცა პრობლემა რო წარმოიქმნება უცებ მკისიერად არის საჭირო პასუხი და მოკლედ აი ეს რაღაც თავის სირთულეებს იწვევს. მაგრამ წეგან მე ვახსენე აი საყდენი, რომელიც გვაქვს ჩვენ აი ამის სახით და ერთ-ერთი მთავარი ღირებულების და ეს მთავარი საყდენია და რატომ არის, რატომ ხდება და რატომ მოხდა აი ამაზე ხაზგასმა მინდა იმას კიდევ ერთხელ დავუბრუნდე რომ ოჯახი არის ის პირველი გაერთიანება ადამიანის, სადაც ისწავლება ყველაზე მთავარი ფასეულობები, საყრდენები, სხვაზე ზრუნვა, დათმობა, სხვაზე ფიქრი, როცა შენ გიხარია, სხვას რომ უხარია, ეს უფრო გიხარია. ეს ყველაფერი ისწავლება იქ. და პირველი სოციუმი, ასე ვთქვათ, არის ოჯახი და თუ კი ოჯახი იქნება ძლიერი, აი ამ ხრივ, ერთმანეთზე მზრულველი თუ იქნება ოჯახი, ასეთი ოჯახიდან გამოსული ადამიანი უკვე დიდ სოციუმში შეძლებს იგივეს გადატანას და პირიქითაც იგივე მოხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ აი ეს მყარი საყრდენები მიეცეთ და ამაზე იყოს სწორი ხაზგასმა. რაც ვფიქრობ, რომ უყალოდ არ ჩაივლის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენს აი სულელობებში ყველა ქალაქში უდიდესი უმრავლესობა არის ბავშვების, აი ძალიან ბევრი ბავშვი და ამაზე ყველას უხარია და ყველას ამაზე ხაზს უსვამს და პირიქით ყველა ვისაც აი ჩვენ მაგალითად ხვალე ნახავთ თქვენ რომ წინა წელსაც ესე იყო რომ ერთ-ერთი ჯგუფი არის მრავალშვილიანი დედების დიდი ორგანიზაციის გაერთიანება, რომელიც აი ესე გაერთიანების სახით მოდის და ეტლებით, მცირეწლოვანი ჩვილებით ერთვებიან და ამით აი ამ ბავშვებს აი ამ აზრებით და ფიქრებით ზრდიან. მამაო, ახლა თქვენს აქცენტი გააკეთეთ ბავშვებზე და ზოგადად ახალგაზრდა თაობაზე მინდა გკითხოთ. შიო მესამემ ახალგაზრდებზე და მომავალ თაობებზეც ისაუბრა ქადაგებაში.
ვციტირებ, ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი, ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. ეს მისი სიტყვებია. რამდენად იცვლება ახალგაზრდების დამოკიდებულება ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მიმართ თანამედროვე საქართველოში და არის თუ არა 17 მაისის გზავნილი მათთვის აქტუალური? ფიქრობ, რომ არის და ალბათ ამას შრომა ჭირდება, ესე მარტივად არ არის, მაგრამ ერთი რამ არის, რომ ჩვენ უკვე ვინც ცოტა ასაკში ვართ და ჩვენზე უფროსებმა ზუსტად იციან, რომ ცხოვრებაში სულ წარმატება არ არის. ხან დაცემა, ხან რაღაცა ხელი მოეცარება ვინმეს, ხან უიმედობა შეიძლება შემოაწვეს და თუ ესე იგი ადამიანს მხარს უჭერს მყარი ოჯახი, მას ადვილად შეუძლია წამოდგომა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაკვირვება, ეს ესეთი გავრცელებული მოკლედ ძალიან ბევრი ამბობს ამას და თვითონაც უკვე ახალგაზრდებისგანაც მესმის სწორედ ეს, რომ საერთოდ ქმნის ის, ვინც ის არის ძლიერი, ვინც ქმნის, ვინც მოძრაობს, ვინც შრომობს, ვინც მუდმივად მოძრაობაშია. არ შეიძლება ესე იგი შეცდომის დაშვების შიშით არ იმოძრაო, პირიქით უნდა იმოძრაო, მაგრამ არის ხოლმე დაცემა, ხელმოცარი, ასე ვთქვი და ასეთ შემთხვევაში ხაზგას ყველა ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, იმიტომ რომ ოჯახი რეალურად მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა ხო არ არის, ეს არის რაღაცა ემოციური მხარდაჭერა. და ჩვენ ასევე უნდა ვთქვათ, რომ წეგან ვახსენე საზოგადოებაში გამოსვლა, ხო? ოჯახი შეიძლება იყოს შენი ოჯახიც, მაგრამ ოჯახს მარტო ოჯახს არ ვეძახით. ოჯახი შეიძლება ვიღაცამ თქვას და გვინახავს ხოლმე, რომ აი კოლექტივს შეიძლება ოჯახი და უწოდოს ვიღაცამ, შეიძლება ოჯახი რაღაც სამეზობლოს უწოდოს და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი რომ ოჯახი, ყველაზე დიდი ოჯახი რაც გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი ეკლესია, ქრისტეს ეკლესია. ასე რომ რა თქმა უნდა, საშრომი ბევრია და მე პირადად მაქვს ესეთი ყოველდღიური რა თქმა უნდა შეხება მრავალ ახალგაზრდასთან და აი ამ ბოლო დროს თუნდაც პატრიარქის წეგან ვახსენე გლოვამ დაგვანახა რომ მრავალი ახალგაზრდა იქ რიგში ათეული საათობით და 10 საათი და ზოგი 12 საათი ახალგაზრდები ბავშვები მე მაგალითად ვიცი ზუსტად რომ ერთ-ერთი ბავშვი რომელიც მშობლები არ ყავს თვითონ ჩამოვიდა ადიგენიდან დადგა რიგში იმიტომ რომ პატივი მიიღო პატრიარქისთვის და ბევრი ესეთი რამ ჩვენ ვიცით ასე რომ რაღაცა თითქოს ახალი ერა იწყება და მინდა რომ ახალი იმედებით და ახალი სიხარულით შევხვდეთ როგორც ჩვენ თქვა ცოტა ასაკში ასევე ახალგაზრდებიც. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გკითხოთ, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ, ხვალინდელი გეგმა რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა არის 17 მაისის დღის წესრიგი? მისი უწმიდესობა და უნეტარესობა შიო მესამე წირვას აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება 10 საათზე მსახურება. მასთან თანამსახურებენ როგორც ჩვენი საქართველოს ესე იგი ეკლესიის მღვდელმთავრები და საღვთელოება, ასევე სტუმრები, დელეგაციები იქნებიან თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. პარალელურად 11 საათზე დაიწყება მსვლელობა ქაშუეთიდან. მანამდე დავიწყებთ ჩვენ უკვე გამზადებას, გავემზადებით და უკვე 11 საათზე დაიწყება მსვლელობა. ეს მსვლელობა ხალხი აივლისი გზას, რომელიც უკვე ცნობილია ქაშვეთიდან სამებამდე, რაც აპრობირებულია ყოველ წელს ესე ხდება ხოლმე და როდესაც ავალთ ჩვენ უკვე სამებაში, ამ დროს უკვე დამთავრებული იქნება წირვა, გამობრძანდება მისი უწმიდესობა და უნეტარესობა შიო მესამე მისულ ხალხთან შესახვედრად, თავის სტუმრებთან ერთად, აღავლეს მცირე დოქსოლოგიას, დალოცავს ხალხს, მიმართავს სიკვდილით და კიდევ ერთხელ მიგულოცავს ხვალინდელ დღეს. კი ბატონო, მე კი წინასწარ გილოცავთ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს. ჩვენს ეთერში დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი საუბრობდა. ძალიან დიდი მადლობა მამაო.